საბოლოო ეტაპი არის კარში დარტყმა, რა თქმა უნდა. რადგან თუ ვერ დავარტყავთ სწორად, მთელი ეს ბლოკის დაყენება, გახსნა, ბურთის დაჭერა იქნება ამაო. ამიტომ უნდა ვიცოდეთ, რომელი პოზიციიდან როგორ შეხვდეთ და როგორ დავარტყათ. დარტყმისას აუცილებელია ბრუნი და ნახტომი. ისეთ მიმართულებით, რომ რაც შეიძლება გაიფართო კარის ხედვის კუთხე. და ამჯობესია, ამიტომ რომ ეცადო ყოველთვის გადახტეს შორი ძელის მიმართულებით, რათა უფრო მარტივად შეძლო გოლის გატანა. შეხვდომის შემდეგ კი აუცილებელია გავაკეთოთ ყოვნი, რომ დავაკვირდეთ მეკარეს რა პოზიცია აქვს და როგორც ვეთამაშება მეკარე, ჩვენც იმის მიხედვით ვითამაშოთ და დავარტყათ ან მაღალი ან დაბალი, ან რაიმე ნებისმიერი სახის დარტყმა, რასაც შევძლოთ გოლის მარტივად გატანა. რომ შევაჯამოთ, პირველ რიგში აუცილებელი არის დატრიალება, ვინაიდან კუთხეიდან სხვა მოძრაობას ვაკეთებთ, ხოლო ცენტრში ყოფნისას სხვანაირ მოძრაობას. შემდეგ უნდა გავაკეთოთ ყოვნი, ყოვნის დროს დავაკვირდეთ მეკარეს და ამის მიხედვით გადავწყვიტოთ თუ როგორი ტიპის დარტყმა გავაკეთოთ და რომელ კუთხეში.